დილამს 7:00-ისა, მეგობრებო, დილამს 7:00-ისა მოგესალმებით. მე ჩამოვჭდე აგერ ტიბეებზე. აქედან უნდა გადავიღო დღეს დილის პატარა ვიდეო. ხო, ეს კოპტამაცვია ისევ, იმიტომ რომ გუშინ რომ ავედით და ჩამოვედით, რა ვიცი, აღარ გამოვიცლი და დღეს უცებ გადავიცვი. გამოვიცლი მე. აქ როგორია მეგობრებო, რომ იცოდეთ. ყოფილი არ გამოგივა. საერთოდ სუნამ რომ არ დაისხარ და გჭირდება უფლი და საერთოდ არაფერი არ იცის. მაგარი მშრალიავა. ახლა მაგიტომ არ ვიცლი მეთქი კი არა. გამოვიცლი ახლა. წეღანავდეგეთ, ჩაი დავლიეთ. სარეცხიც გაუფინე, ჩანს. აი და თან როგორია. ისეთი ყველა ხედი იქ არავინ არ ცხოვრობს. და ცოტა ისეთია რა. ხო და რომ არ არის მოწესრიგებული და მეხედნილი კარგად. ნახეთ როგორია. ხედი საერთოდ უარკისია. ჩვენი იმას 1000 ჯერ ჯობია. ის არ ვარკა. გარედან ვიზუალურად შეიძლება ჩვენიც არ მოგეწონოთ, მაგრამ თითქმის ყველაფერი არის შიგნით და თავარი ესა. და სუფთაა. აქ სარეცხი მეგობრებო ირეცხება, როგორ იცით? არაფერი არ ჭირდება. ცოტა სარეცხი ხნელი და всё ხარშვა და მთელი ამბავი არა. ისეთი წყალია. თავიც რომ დავიბანე, თმას სულ სხვანაირი ის აქვს. სულ აი მე არაფერი არ მიხმარია ეხლა ამ თმაზე. არც დამისწორები, არც არაფერი. დაარბილა თმა. ხო. გუშინ იქიდან რომ მოვდიოდით. იმ ვიდეოს ჩაგიგდებთ. პატარას. უკან რომ ბრუნდებოდით გზაში. სულ პატარას. მე მიკრებ. დინს ახურე. აბა ვისოკრებ. აბა იმ ხდება. კაი, მე ჩემს ამოვკრიფე. აჰა. მეია. მახფერია შემკვედრია, მე მაიაცხა უცხოა ეთი. მადლობა. ეს სილამაზეები ჩამოვიტანეთ იმ თიდან. ნახეთ რა ლამაზებია. მე ძალიან მომწონს. ხო კიდე მეგობრებო, რის თქმა მინდოდა, ვისაც გაინტერესებთ, აქ გადაწყვიტოთ წამოსვლა. მართლა კარგი ადგილია, გადასარევი, ბავშვები არიან ძალიან ბევრი, მოყავთ სპეციალურად აქ დასასვენებლად. ჩემ ახალმა გამომწერმა მკითხა, ბავშვების ჯანმრთელობისთვის კარგია თუ არა? კი, კარგია და სპეციალურად მაგისთვის მოყავთ ბავშვები, ხაერი რომ გამოიცვალონ და თან არის ყველაფერი, გასართობიც არის, ტყეც არის, ნაძვნარიც არის, ყველაფერი არის ერთ სივრცეში რა. მართლა მაგარია. მერე აჰა, ბავშვები, ხედეთ. მაღაზიიდან მოდიან, მე მგონი გაჩვენეთ. მაღაზიიდან მოდიან. აქვე სულ ახლოს ჩახვალ, ყველანაირი მაღაზიებია, ყველაფერი შეგიძლია იყიდო, საოჯახო რესტორნებიც არის. არის ცოტა დაბალფასიანი პატარა სახლები, კოტეჯების სტილია, მაგრამ კოტეჯი არ არის. არის საუკეთესო სახლები და კოტეჯები, აი მაგალითად, მაგრამ გაჩვენებთ ახლაც. ნახეთ როგორებია და ამაზე ბევრად უკეთესებია კიდე ქვები. სადაც ეძახიან ლაგერს თუ ბანაკს თუ რაღაც ასეთ, ჯერ მეც არ ვიცი კარგად. ან ლაგერი ან ბანაკი, იქ ჭიშკარში რომ შედიხარ იმის ქვემოთ, ძალიან მაგარია, ძალიან. ფასები მაღალია იქ რა თქმა უნდა, მაგრამ კომფორტიც მაღალია, კომფორტიც კარგია, ყველაფერი და არა, ღირს მეგობრებო აქ ამოსვლა. ნამდვილად ღირს, ყველაფრისთვის ღირს. აი
როგორც კი ამოვედი აქ, თითქოს ფილტვებმა გაიხსნა და რაღაც ძალიან მაგარი სიმსუბუქე ვიგრძენ. და მეორეც მე წლევა ყოველთვის დაბალი მაქვს და მაწუხებს. აქ რომ ამოვედი, აი საერთოდ ვერ ვიგრძენი თუ რამე ცვლილება მაქვს პირიქით, უფრო კარგად ვარ. ჰაერმა უფრო ჩემთვის კარგად იმოქმედა. აი ცოტა ვისაც მაღალი წნევა აქვს, იმისთვის არ ვიცი, მაგრამ წამალი და მესიჯანი რა. გზებზე კიდე მკითხეთ და გზებიც ძალიან კარგია, ისე მოდიხარ რომ სულ ასფალტია, ერთ ადგილას იყო გაფუჭებული და იმას აკეთებდნენ უკვე აწესრიგებდნენ, მთელი ის იყო გზებზე მობილიზაცია კეთდებოდა. ერთ პირველ ვიდეოში ნაჩვენები მაქვს ეს კიდეც. ისე მოდიხარ აქამდე რომ სულ ასფალტია. აი გუშინ რომ თისკენ წავედით, იქ აღარ იყო უკვე და ჩვეულებრივი გზაა. თისკენ კი არა გორასკენ, რავი თა თუ გორა რა უწოდო, იქ ზოგ ადგილას სახლიც არის და ზოგ ადგილას არა. ნუ ცოტა ქვემოთ, თორემ ჩვენ რომ ავედით, იქ უკვე სახლები აღარაა. მაგარია, კმაყოფილიც ვარ. ვისაც თუ მოგინდებათ წამოსვლა, არ დაფიქრდეთ ერთი წუთით. უბრალოდ ფასები ეხლა გაჩვენებთ მე სახლს. მე არ ვიცი ახლა ვის როგორ, მაგრამ აი ეს სახლი. აგერ რომ ხედავთ კარგ სახლს. ეს აქვს ველაპარაკი აქვს გოგოს ქალს და 170 ლარში მაქვს ნაქირავებიო. ტელევიზორიც აქვს, ინტერნეტი არ არის. წყალი სულ არის. აბანო სულ არის, ჩემთანაც იგივეს, რასაც ახლა ვამბობ, იქაც იგივეა. მაცივარი მუშაობს ღამე და უფრო მეტად, იმიტომ რომ ღამე ყველა ეძინებს თუ რაღაცა, მე უფრო აღარა ამანც და მაინც შუქები ჩართული. აქ ასია. თორემ ტიტანის სულ მუშაობს. იქ ქვემოთ ლაგერში და იგენში, იქ უფრო ყველაფერი არის. ამ ადგილას ვამბობ და აქ 170 ლარია იმის ფასი. ჩვენ ეს 100 ლარზე ნაკლებში არ ქირავდება. შეიძლება მეტიც 150-100 ლარიც, არ ვიცი. ჩვენ მოგცეს დაბალ ფასად ეს ნაცნობობით. ხო, მეტი რა გაინტერესებთ მეგობრებო, თქვენ კითხვებს რომ უპასუხო, შეგიძლიათ დამიტოვოთ კითხვები და პასუხებს გაგცემთ, თუ რამე გაინტერესებთ. ეს არის ახლა ჩემი დილა. გვაქვს გეგმაში რომ წავიდეთ ტყეში, ცოტა დაღრუბლულია. მოიცადე გაჩვ. აი ცოტა კია დაღრუბლული, მაგრამ არც ცხელა და არც ცივა. ნორმალური ამინდია. თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, მაგრამ მე მგონი რომ არ გაწვიმდება, ტყეში გვინდა გასვლა დღეს. გაჩვენებთ იქაც რა სანახავია, რა ხდება, რა არის, რა ვიცი, ნახოთ, სადაც მიგვიწვდება ხელი და სადაც შევძლებთ, გვინდა ყველგან წასვლას. ხო, ეს აფარებული აქვს, იმიტომ რომ შიგნით არ ჩაახუროსო, არ დაწვასო, თუ რა ვიცი. მაგიტო. ეს ჩვენი არაბაა. ჩვენი მანქანა. ხო. თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, კიდე დამიტოვეთ, არ დამზარდება, გიპასუხებთ ყველაფერზე. იქაც და აქაც. უბრალოდ თავარია მე არ დამავიწყდეს იმ კითხვები. ხო და ერთი კიდე რომ მინდოდა მე თქვა, მეგობრებო, გუშინდელი ვიდეოც ვიცი, ქარი იყო, ხმაურიანი იყო და ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მეგობრებო, იმიტომ რომ აი მუსიკა რომ უნდა დავადო ზოგიერთ მომენტს, ამ მუსიკას ვერ ქაჩავს, ჩემი ინტერნეტი და ტელეფონი და სახში ხომ ვაკეთებდი, მაგრამ აქ ვერა ტელეფონის ინტერნეტით მაგას ვერ ვაკეთებ. და ამიტომ მაპატიეთ, მაგრამ იქნება ასეთი ზოგჯერ ხმაურიანი ვიდეოებიც და მუსიკის გარეშე მექნება ვიდეოები, ზოგჯერ ხმაურიანი, ზოგჯერ ჩვეულებრივი და უნდა მაპატიოთ. რასაც ვაკეთებ ახლა ამ ინტერნეტითაც, ხო? მთელი 5 საათი მიწევს რომ ვიმუშაო ამაზე. გუშინ იქ ხომ ვიყავით წასულები, უფრო იჭერდა ინტერნეტი. ყველაფერი გავაკეთე, ჩავაგდე უკვე YouTube-ზე და
უკვე ატვირთვა რომ დაიწყო, წამოვედით, იმიტომ რომ დაღამდა და იქ ვერ გავჩერდებოდით, იმიტომ ჩვენ ისედაც არ ვიცით გზები და ღამე ნისლი რომ მოვიდეს არამე, მე შეიძლება დაიკარგო და ხოდა რომ წამოვედით დაბლობისკენ, всё, ინტერნეტმა დაიწყო კიდევ გაჭედვები და რომ მოვედი სახლში, მე მოუძებნე ის წერტილი, ის ადგილი და 12-ზე ძლივს აიტვირთა, მე მგონი თუ სადღაც 11 ვიდეო. და ამ პრობლემებს ვეჭიდები და მაინც ვახერხებ, არ დავანებებ თავს, აქ სილამაზეები და ეს ყველაფერი რომ არ გაჩვენოთ, არ შეიძლება. დროებით მეგობრებო, წავალ მე მგონი და იქაც გადავიღებ და ჩავაგდებ ყველაფერს გაჩვენებთ. ხო მეგობრებო, მე ვიდეოებსაც ვერ ვუყურებ, რაღაც ერთ წერტილს თუ ვხედავ, ეგ არიან ატვირთვის დროს თუ ვხედავ და გუშინ მთელი დღე ასე მე ვიარე თურმე. ასე ვიარე ვიდეოში თურმე და ეს ამისი იყო და ვაი, არ დაინახოთ და არ მიაქციოთ ყურადღება. ვიდეოს ატვირთვა რომ დავიწყე, მაშინ დავინახე. ბოდიში, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება.